მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და დღეს მინდა გაგიზიაროთ უენო სალამურზე დაკვრის ტექნიკის შესახებ, თუ როგორ გამოვაცემინოთ ბგერები. მსგავსი ვიდეო ადრეც მაქვს ჩაწერილი, ამის შემდგომ გარკვეული პერიოდიც გავიდა და მე მინდა უფრო დეტალურად ახალი პერსპექტივით დაგანახოთ, თუ როგორ უნდა გამოვაცემინოთ უენო სალამურს ბგერები. ამ ტექნიკის დაუფლების შემდგომ უკვე თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი უენო სალამურის მსგავსი ბოლოში ჩასაბერ საკრავზე შეასრულოთ ნებისმიერი მელოდია. მაგალითად, ხდება ესეთი საკრავი კავალი, რომელიც გავრცელებულია თურქეთში, ბალკანეთში და სხვადასხვა აღმოსავლურ ქვეყანაში. ამასაც უენო სალამურის გავსად ეთქვარი მიდის ფორმა გააჩნია და არ აქვს არავითარი ენის მსგავსი მოწყობილობა. ასევე ნეი გავრცელებულია როგორც ირანში, ასევე ოსმალეთში, ეგვიპტეში. ასევე ეხლა ხელში მიჭირავს, ესაა ჩინური საკრავი ქსიაო. შეგეძლებათ შეასრულოთ როგორც ვთქვათ ალუმინის უენო სალამურზე. ასევე ჩვეულებრივი ხის უენო სალამურზეც. როგორც ლერწამზე. ასევე თვით პლასმასის წყლის მილისგან დამზადებულ უენო სალამურზეც. მოკლედ, ნებისმიერ მილი შეგეძლებათ ააჟღეროთ და მიცეთ ხმოვანება. აი ეს ჩვეულებრივი ალუმინის მილი, ვიდებთ უჩზე და უკვე მუსიკალურ ბგერა. იმისთვის, რომ უენო სალამურმა მსგავსმა საკრავებმა და ნებისმიერმა მილმა გამოცეს ბგერა, ამისთვის საჭიროა ზემოდან ისე მივაწოდოთ ჰაერის ნაკადი, რომ შიგით მოხდეს ჰაერის გარდატეხა, ვიბრაცია და აქედან წარმოიშვება ბგერაც. ამის მისაღწევად გაგიზიარებთ კონკრეტულ რჩევებს. პირველ რიგში, რაც მთავარია, ეს არის ტუჩის მდგომარეობა. როგორც ერთ-ერთი ეთნოფორი ახსენებდა, დაკოხტავება. ჰაერის ნაკადს უნდა კონდეს პარალელური წინ მიმავალი მიმართულება და უნდა იყოს ძლიერი, რომ შემდგომ აი ამ კუთხეზე გაიჭრას ჰაერის ნაკადი და წარმოიშვას ვიბრაცია. დაახლოებით აი ტუჩების მდგომარეობა რო წარმოვიდგინოთ. აი სანთელს აქრობთ. ვთქვათ, რაღაც დაბადების დღეზე ხართ, რამდენიმე სანთელი არის და კონკრეტულად გინდათ ერთი სანთელი ჩააქროთ და არა დანარჩენი. დაახლოებით ტუჩებს უნდა მოჭიმავთ და ჰაერს შეუბირავთ. ვისაც სალამურზე დაკვრის გამოცდილება აქვს, მიხვდება თუ რამხელა სიძლიერე დაჭირდება ჰაერის ნაკადს. აი წარმოგიდგენთ, ყველაზე მაღალ ბგერას იღებდეთ სალამურზე, აი დაახლოებით მაგ სიძლიერით უნდა შებეროთ ჰაერი. ახლა ჩემ ტუჩებს მივცემ მაგ პოზიციას, შეუბერავ ჰაერს და მივიდებ საკრავს და გამოცევ ბგერას პირველივე ჯერზე. ესე იგი, აი ეს ყველაზე უკიდურესი ნაწილი უნდა იყოს ტუჩის შუა ნაწილზე. თვითონ საკრავი შესაძლებელი იყოს გადახრილი დაახლოებით 30-დან 45 გრადუსამდე. ვერტიკალურად
კი ჩემი რეკომენდაციით დაიჭიეთ ზუსტად 90 გრადუსზე. უკეთესია თავი დახაროთ და საკრავი იყოს ეგრე გადახრილი და ეგრე დაუკრათ, ვიდრე თავად საკრავი გადახაროთ. როგორც ხედავთ, გადახრის დროს შეიძლება ოდნავ სისუფთავე დაიკარგოს. ვისაც არანაირი შეხება ჰქონია ჯერ სალამურთან, მოგცემთ კონკრეტულ ინსტრუქციას, როგორ დაიწყოთ. გააკეთეთ ტუჩები და შეუვიეთ ჰაერი. ჰაერის ნაკადი დაახლოებით ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ხმად რომ შეისუნთქავთ 10 წამამდე გეყოთ ფილტრებში დარჩენილი ჰაერის რაოდენობა. შემდეგ მიიდეთ საკრავი, ზუსტად ესე და გადახარეთ 30 გრადუსზე. თავადვე უნდა იგრძნოთ, როდის წამოეგება შესაბამისი პოზიცია, რომელიც ბგერას გამოცემ. საკრავი შეგეძლიათ როგორც გქონდეთ ტუჩის ზემოთ, ორივე ტუჩის შუაში და ასევე ქვედა ტუჩზე. როგორც ხედავთ, შეიძლება პირველივე ჯერზე არც მე გამომივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოცდილება მაქვს. მაგრამ ესე ვთქვათ, გრძნობ საკრავს და უცებ შემიძლია შევცვალო ისეთი პოზიცია, სადაც გამოიცემა ბგერა. პირველ რიგში, რაცა დასაწყისისთვის მნიშვნელოვანი, ესაა გონებამ დაიმახსოვროს პოზიცია, რომელიც გამოცემს ბგერას. აი ვთქვათ, მიიდეთ ესე და ატრიალეთ სალამური. ოდნავ გაზარდეთ ტუჩი. ან ოდნავ შეამცირეთ. ამოდეთ ზედა ტუჩზე, შუა ტუჩზე, შუაში ტუჩების შუაში განათავსეთ, ქვედა ტუჩზე ჩაიწანეთ და ყველა ვარიანტში იპოვით კონკრეტულ იმ მდებარეობას, რომელიც მოგცემთ ბგერას. არ იჩქაროთ, ნელა მიუყევით. ჰაერის ნაკადი ძალიან ბევრი არ მიაწოდეთ ზომიერად. კიდევ ერთი ჩემი დაკვირვება. რაც უფრო განიერია საკრავი, მით უფრო ადვილია გამოცე ბგერა. მაგალითად, ეს არის 14 მმ-იანი, ეს არის 18 მმ-იანი. ამიტომაც დასაწყისისთვის თუ გაქვთ ისეთი მილი, რომელსაც გააჩნია 18 მმ დიამეტრი, ვფიქრობ, მეტად გაგიადვილდებათ პირველი ბგერის გამოცემა, ვიდრე ვთქვათ 14 მმ-იანზე. კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად გაჩვენებთ ახლოდან. ტუჩები ესე ქონეთ დაახლოებით. არაფერი განსაკუთრებული, ოდნავ მოჭიმული ტუჩები და ადებთ გვერდიდან და ცოტა ტუჩსაც დააწეკით. ოდნავ ტუჩი შეწიეთ საკრავით შიგნით. გიჩვენებთ თავიდანვე უენო სალამურზე დაისწავლოთ ბგერის გამოცემა. როდესაც სალამურზე უშუალოდ უკვე თულებია განთავსებული, უფრო სუფთა ბგერა გამოიცემა, ვიდრე მთლიანად დახურული მილში გამოაცემნოთ ბგერა. უფრო მეტი სიზუსტე და ტუჩების მეტი დაჭიმულობა გესაჭიროებათ, რომ მეტად სუფთად მიაწოდოთ ჰაერის ნაკადი, როდესაც ყველა თვალი დახურული არის. იმედი მაქვს, ჩემი რჩევები გამოგადგებათ, დაგეხმარებათ. შეკითხვების შემთხვევაში შემეხბიანეთ და როგორც შემეძლება დაგეხმარებით. წარმატებებს გისურვებთ.